მოგესალმებით, წარმოგიდგენთ ერთ-ერთ ამოცანას, რომელიც ფიზიკიდან, რომელიც კარგი იქნება არ დადეგებზე რომ გააკეთოთ, არ დაგავიწყდეთ ზოგიერთი ამოცანის ამოხსნა თანაც წინაზე დადებულმა ამოცანამ დააგროვა საშუალო რაოდენობის ნახვები, უფრო მეტი ვიდრე თოფურიას ამოცანებმა ან მათემატიკის ამოცანებმა, ამიტომ გადავწყვიტე რომ ეს ჩამეწერა. მოგეთ თქვენზე არის დამოკიდებული, რასაც უყურებთ, უფრო იმას გადავიღებ. მაშასე, რა დროის განმავლობაში ხედავთ მგზავრი, რომელიც 36 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი მატარებლის ფანჯარასთან ზის, შემხვედრი მიმართულებით მოძრავ მატარებელს, რომლის მოძრაობის სიჩქარეა 54 კმ/სთ. სიგრძე კი 150 მეტრია. ეს ამოცანა რომ ამოვხსნათ, მოდი პირველ რიგში დავიწყებ ფორმულის ჩასმას და სიჩქარეები ჩავწეროთ. ქართული დამწერლობა დაგჭირდება V1 უდრის 36 კმ/სთ. აქვე გვჭირდება ვარჯიში გადაყვანაზე. გავიხსენოთ, როგორ უნდა გადავიყვანოთ კმ/სთ მეტრ-წამში. ესე იგი, ყოველთვის ესე ვხსნი ხოლმე და მოდი ერთხელაც აქაც ავხსნი წილადით. 1 კმ/სთ. მე პატარა შრიფტი ხომ არ არის, მოდი ცოტა გავადიდებ, რომ ვიდეოში კარგად არ ჩანს ხოლმე, მე რო იტვირთება, ზოგჯერ არის რომ ხარისხს YouTube-იც აკარგვინებს. თუმცა აი თვითონ ეს ვიდეოები, რომელსაც ესე კომპიუტერზე სკრინებად ვიღებ, საკმაოდ ხარისხიანი არის ხოლმე. 1 კმ/სთ რამდენი მეტრ-წამია? 1 კმ-ში არის 1000 მეტრი, ხომ? 1 საათში არის 60 წუთი, 1 წუთში არის 60 წამი. ესე იგი, 1 საათში გამოგვივა 60x60 წამი. ანუ 3600 წამი. ეხლა რა თქმა უნდა იკვეცება ეს რიცხვები. ნულები შორდება, 10-36 გვრჩება, რომელიც ასევე იკვეცება 2-ზე და მიიღება 5 მეტრი-წამში. ანუ 36 კმ/სთ თუ გვაქვს მოცემული, ჩვენ ეს რომ გადავიყვანთ მეტრ-წამებში, უნდა გავუმრავლოთ 5 ანუ 36 ჯერ 5 მეტრ-წამი. 36 და 18 იკვეცება 2-ია, 2 ჯერ 5 იქნება 10 მეტრ-წამი. მოდის სწორი რომ გამოგვიდეს, აქაც მივაწერა უცებად მეტრ-წამს. აი ასე. ეხლა უნდა ვიპოვოთ მეორე სიჩქარე. ვიპოვოთ კი არა, ჩავწეროთ და პრინციპში უნდა ვიპოვოთ კიდეც ეგეც, იმიტომ რომ ესეც არის კმ/სთ-ში მოცემული. 54-ია და უნდა გადავიყვანოთ ესეც მეტრ-წამებში. აი ასე. უდრის აქ უკვე 54 გამრავლდება 5 მეტრ-ზე, აქ უკვე 3-ჯერ მოთავსდება. 3 ჯერ 5 არის 15 და 15 მეტრ-წამი. დავაკვირდეთ, ესე იგი, პირობას კიდევ ერთხელ. მგზავრი ზის მატარებელში, რომლის სიჩქარე არის 36 კმ/სთ და შემხვედრი მატარებლის სიჩქარე არის 54 კმ/სთ. ხოლო იმ შემხვედრი მატარებლის სიგრძე არის 150 მეტრი. და ჩვენ გვეკითხებიან დროს. მოდი აქ დავწეროთ ესი, იმიტომ რომ შემხვედრი მატარებლის სიგრძე არის ის მანძილი, რაც უნდა გაიაროს რეალურად, რომ უყუროს, ხო, ანუ რამდენი ხნის განმავლობაში, რა დროის განმავლობაში დაინახავს, რომ გავიგოთ. ესე იგი, აი ამ 150 მეტრს სანამ ჩაივლის ეს შემხვედრი მატარებელი, მანამ ხედავს, ხო? აქ არ იგულისხმება, რომ ფანჯრიდან თავი გადაყოts და მე კიდევ უყუროს. სანამ ჩაუვლის ეს იგულისხმება და დრო კითხვის ნიშანი T. ეს რუსული კლავიატურა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ეს არის სკოლის კომპიუტერი. დაგჭირდა მოსწავლეს და სჭირდა რაღაცების მოძებნა და მე მიხარია მაინც რუსული რომ იციან ბავშვებმა და არ დამიშლია რუსულად რომ ეძებნათ. ანუ ჯობია პირველ რიგში ინგლისური უნდა იცოდეს ყველა, მაგრამ რუსულიც უნდა იცოდეს ისევ რუსებთან და უფრო მეტად კიდევ სხვებთან კომუნიკაციისთვის, ვინც ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებია.
კარგით, ეხლა რაც შეეხება დროს, ხო, და კიდევ ფარდობით სიჩქარეს. ანუ ჯერ ვიპოვოთ მოდი ფარდობითი სიჩქარე. რას ნიშნავს ფარდობითი სიჩქარე? ანუ ერთმანეთის მიმართ რა სიჩქარეც აქვს? ესენი რომ შემხოდრი მიმართულებით მიდიან, ხო, უფრო სწრაფად ხდებიან ერთმანეთს, ხო? ორივე მიდის შემხოდრი მიმართულებით, ამიტომ სიჩქარეები იკრიბება. V1 ემატება V2. ანუ ზოგადად თუ ერთ მხარეს მოძრაობს ორივე, მაშინ სიჩქარეები აკლდება. თუ კი ერთი წერტილიდან სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობენ საპირისპირო მიმართულებით, იქაც იკრიბება თუ კი ვადგენთ მათ შორის მანძილს. და როდესაც შემხოდრი მიმართულებით მოძრაობს, ესე ყოველთვის მომყავს ხოლმე მაგალითი მოსწავლეებთან, რომ აი მე რომ შენთან მოვდიოდე, შენ რო გაჩერებული ხარ, ხო უფრო დიდი დრო დამჭირდება, ვიდრე შენც რომ ჩემსკენ წამოხვიდე. ანუ ესენი აუცილებლად იკრიბება. ანუ სიჩქარეები რაც გვაქვს მოცემული 10 და 15 უნდა შევკრიბოთ და 25 მეტრ-წამია სიჩქარე ფარდობითი. ვაი, იმედია რომ ხმასაც ვიწერთ. კი. ტელეფონით ვიწერ ხმას, იმიტომ რომ კომპიუტერს პრობლემა აქვს, რატომღაც და ვერ გავასწორე. და იმედი მაქვს, რომ თავიდან არ მომიწევს ამ ვიდეოს ჩაწერა და შენახული იქნება ტელეფონში ხმა. მოკლედ, ეხლა რას ვაკეთებდით? დრო რომ ვიპოვოთ, დროის ფორმულა არის ჩვეულებრივი მე-6 კლასის მათემატიკის წიგნში როგორც ისწავლეთ, რომ T უდრის S შეფარდებული V-სთან. აი ამ ფორმულით ვაკეთებთ. მანძილი მეტრებში გვაქვს 150-ია, სიჩქარე მეტრ-წამებში 25-ია, 150 რო 25-ზე გავყოთ, მივიღებთ 6 წამს. ძალიან ადვილი ამოცანა იყო, უბრალოდ ესენი ავხსენი მე ცოტა მეტად დეტალურად კილომეტր/საათიდან მეტრ-წამში გადაყვანა, შემხოდრის სიჩქარეები რატომ იკრიბება და ასე შემდეგ, თორე ამაც ბევრიზე პირადაც გააკეთებ და შეიძლება არც გადაიყვანა, 54-ისთვის გამოეკლო 36, მიიღებდა 18 კილომეტრი/საათის სიჩქარით, ესე იგი 150 მეტრ მანძილს რა დროში გაივლიდა, იმ 18-ს უცებ გადაიყვანდა 5 მეტრ-წამია. უი, ბოდიში, უნდა შეეკრიბა ეს სიჩქარეები და 26 პლუს 54-ს მიიღებდა 90-ს, 90 გადავიდო და მე მეტრ-წამებში 25 იქნებოდა, ანუ სულ ერთია პრინციპში, საიდან დაიწყებთ და რას გააკეთებთ. მთავარია რომ 150-ს ყოფთ მე 25-ზე და იღებთ 6 წამს. შეიძლება თვითონ კილომეტრ/საათიც გაყოთ. ანუ გამოიყენოთ, ანუ იქ ხო არის 150 მეტრი და 0.5 0.15 მიასედი კილომეტრი რომ გაყოთ იმაზე 90-ზე. და მანდ მიიღებთ ოღონდ მე-1000-ედებს იმას სიჩქარეს დროს, იმიტომ რომ 6 წამი არის რამდენი საათი? 1 მე 360-დი, ხო, ანუ მე-1000-ედი სწორად თქვი. კი ბატონო. აი ასე, რა ვიცი, იმედია მოგეწონათ. თუ ბოლოსში რა ვთქვი, ვერ გაიგეთ არა უშავს. თავარია რომ ამოცანის ამოხსნა ძალიან მარტივად გადმოვეცი. თუ რამე შენიშვნები გაქვთ, ან შეკითხვები გაქვთ, გელოდებით კომენტარებში. მადლობა ყურადღებისთვის.